1991 წლის 11 აპრილს შაბათს ჩიკაგოს ერთ-ერთ ბანკში თანამშრომელმა საცავი გახსნა და ყველაფერი ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. ცოტა ხნის შემდეგ კლიენტი საკუთარი სეიფის გასახსნელად მივიდა. თანამშრომელი მას საცავში გაჰყვა, მაგრამ როცა ორივემ გასაღების საკეტში მოათავსა, საკეტის ცილინდრი სეიფის შიგნით ჩავარდა. მალევე აღმოაჩინეს, რომ 74 სეიფი იყო გადახილი და გაძარცვული. თუმცა საცავში შეღწევის არანაირი კვალი არ არსებობდა. არც ხვრელი, არც ღიობი და არც დაზიანებული კარი. მაშინ როგორ მოახერხეს მძარცველებმა იქ შესვლა? ამბავი ბარინგტონში, ჩიკაგოს მახლობლად მდებარე პატარა ქალაქში ვითარდება. იმ დროს იქ მხოლოდ ერთი ბანკი იყო, First National Bank, რომელიც ფედერალური ბანკის ფილიალს წარმოადგენდა. ბანკის საცავი დროითი ჩამკეტით იყო დაცული. თანამშრომლები წინასწარ აპროგრამირებდნენ, რამდენ ხანს უნდა დარჩენილიყო ის ჩაკეტილი. მაგალითად, თუ ბანკი საღამოს 5 საათზე იკეტებოდა, დადელის 9 საათზე იხსნებოდა, საცავი 16 საათით იკეტებოდა და ამ პერიოდში მისი გახსნა გასაღებით ან კოდითაც შეუძლებელი იყო. იგივე ხდებოდა შაბათ-კვირას. შაბათს დილის სამუშაო საათების დასრულების შემდეგ თანამშრომლები საცავს კეტავდნენ და ორშაბათ დილამდე გასახსნელად აპროგრამირებდნენ. 11 აპრილს თანამშრომელმა საცავი ჩაკეტა და სისტემა ორშაბათ დილამდე დააყენა. 13 აპრილს ორშაბათს ბანკი გაიხსნა. თანამშრომელმა კოდი შეიყვანა, საცავი გახსნა და ყველაფერი ნორმალურად გამოიყურებოდა. საცავში უამრავი ინდივიდუალური სეიფი იყო, სადაც ადამიანები ძვირფას ნივთებს ინახავდნენ. თითოეულ სეიფს ორი გასაღები ჰქონდა. ერთი ბანკის თანამშრომელთან, მეორე კი მფლობელთან. ორივე გასაღები იყო საჭირო სეიფის გასახსნელად. ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა, სანამ ერთ-ერთი კლიენტი საკუთარი სეიფის გასახსნელად არ მივიდა. თანამშრომელი მას საცავში გაჰყვა და ორივემ გასაღებები საკეტში მოათავსა. სწორედ მაშინ საკეტის ცილინდრი სეიფის შიგნით ჩავარდა. სეიფი გადახილი იყო. თანამშრომელმა სხვა სეიფით შეამოწმა და აღმოჩნდა, რომ 64 სეიფი იყო გაძარცვული. თუმცა საცავი ხელუხლებლად გამოიყურებოდა. საკეტებიც კი თავის ადგილზე იყო, მაგრამ შეხებისთანავე ცილინდრები ცვიოდა. აშკარა იყო, რომ მძარცველებმა ყველაფერი ისე დატოვეს, რომ ქურდობა მაშინვე არ აღმოჩენილიყო. ბანკის ხელმძღვანელობამ პოლიციას შეატყობინა, რადგან ეს ფედერალური ბანკი იყო, გამოძიებაში FBI-ს ჩაერთო. მათ დაადგინეს, რომ წაღებული ქონების ღირებულება $1 მილიონზე მეტი იყო, მაგრამ მთავარი კითხვა პასუხგაუცემელი რჩებოდა, როგორ შევიდნენ მძარცველების საცავში. კარი დაუზიანებელი იყო. არც ხვრელი არსებობდა და არც სხვა შესასვლელი ჩანდა. გამომძიებლებმა რამდენიმე უცნაური ნივთიც იპოვეს. ძველი მაღვიძარა, სეიფების გასატეხი ხელსაწყოები, მათ შორის ჩაკუჩი, ყელტუჩა და შარდით სავსე ბოთლი. მიუხედავად ამისა, გამომძიებამ ვერანაირ კვალს ვერ მიაგნო. ადგილობრივმა გაზეთებმა ძარცვას სრულყოფილი დანაშაული უწოდეს, თუმცა ეს ყველაფერი ერთი ადამიანის დაგეგმილი აღმოჩნდა, უილიამ სმარტოსი. სმარტო პარიკმახერად მუშაობდა, მაგრამ ამავე დროს სერიული ბანკის მძარცველი იყო. მას უკვე რამდენიმე ბანკი ჰქონდა გაძარცვული, თუმცა ბარინგტონის ძარცვა ყველაზე მასშტაბური და წარმატებული აღმოჩნდა. ამ საქმეში მას ძმა ვინსენტი ეხმარებოდა. ძმების სამიზნეებს მდიდარ უბნებში ეძებდნენ, რადგან იქ მდებარე ბანკების სეიფებში ძვირფასი ნივთების აღმოჩენის შანსი უფრო მაღალი იყო. ბარინგტონის ბანკი სწორედ ამიტომ შეარჩიეს. მათ ყალბის სახელით სეიფი იქირავეს და ბანკში ხშირად დაიწყეს სიარული. სმარტო ცდილობდა საცავზე პასუხისმგებელ თანამშრომელთან დაახლოებას. ისინი მას ესაუბრებოდნენ და მეგობრული ურთიერთობა დაამყარეს. პარალელურად კი მის ყოველდღიურ ჩვევებს აგვირდებოდნენ, როდის გადიოდა შესვენებაზე და როგორ იქცეოდა. მათი მთავარი იარაღი ბანკის ტექნიკური სისუსტე კი არა, ადამიანური ფაქტორი იყო. ამ მეთოდს სოციალური ინჟინერია ეწოდება. როდესაც ადამიანის ნდობას იყენებ მისგან ინფორმაციის მისაღებად, ისეთი მოქმედების შესასრულებლად, რომელიც შენს მიზანს ემსახურება. ძმებმა მალე აღმოაჩინეს, რომ როცა კლიენტი საკუთარ სეიფთან მიდიოდა, თანამშრომელი მას საცავში მეყვებოდა. შემდეგ კი გარკვეული დროით გარეთ გამოდიოდა, რათა კლიენტისთვის პირადი სივრცე დაეტოვებინა. ამ დროს ვინსენტი თანამშრომელს ესაუბრებოდა, ხოლო სმარტო საცავში რჩებოდა და სეიფებს დეტალურად ათვალიერებდა. სმარტომ მალე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი აღმოაჩინა. ბანკის თანამშრომელი კლიენტების ვინაობას მხოლოდ შესვლისას ამოწმებდა. გამოსვლისას კი ისინი ჩვეულებრივ ტოვებდნენ ბანკს. ახლა მას ხელსაწყოების საცავში შეტანა სჭირდებოდა. ამისთვის ყველაზე კარგი ადგილი საკუთარი სეიფი იყო. მან ხელსაწყოების ჩანთით მისულმა თანამშრომელს უთხრა, რომ სეიფის გამოყენება სურდა. თანამშრომელი მასთან ერთად შევიდა, სეიფი გაუხსნა და შემდეგ მარტო დატოვა. სმარტომ ხელსაწყოების დამალვა დაიწყო. რა თქმა უნდა, ყველა
ყველაფერს ერთდროულად არ მიიტანდა. ნივთები ეტაპობრივად შეჰქონდა, რათა ეჭვი არავის გასჩენოდა. მაგრამ ზოგიერთი ხელსაწყო იმდენად დიდი იყო, რომ სეიფში ვერ დაეტევოდა. ამიტომ სმარტომ თანამშრომლებს უთხრა, რომ ხელოვნებისა და ნახატების დილერი იყო, რაც მას დიდი ჩანთებითა და ნივთებით ბანკში სიარულის საშუალებას მისცემდა ეჭვის გარეშე. შემდეგ კიდევ ერთი გამოსავალი იპოვა. საცავს ცრუ ჭერი ჰქონდა, რომლის ზემოთაც თავისუფალი სივრცე იყო. სწორედ იქ მალავდა დიდ ხელსაწყოებს, განათებას, საკვებს და ყველაფერს, რაც ოპერაციისთვის დასჭირდებოდა. დარჩა ერთი პრობლემა: განგაში სისტემა. ბანკის სენსორები ძირითადად ხმაურზე რეაგირებდა. მათი დანიშნულება იყო კედლებისა და იატაკის მხრიდან საცავში შეღწევის მცდელობის აღმოჩენა. თუ ვინმე კედელს გაბურხავდა, ან მძიმე ხელსაწყოთი არ ხვევდა, განგაში ჩაერთვებოდა. სმარტო საცავში კედლიდან ან იატაკიდან შეღწევას არ აპირებდა, მაგრამ სეიფების საკეტების გასატეხად განგაშის გათიშვა მაინც სჭირდებოდა. მას ელექტრონიკაში გამოცდილება ჰქონდა და მალევე აღმოაჩინა, რომ სისტემა არც ისე კომპლექსური იყო. მან ხმაურის სენსორის მთავარი კომპონენტი დააზიანა და განგაშიც გაითიშა. თუმცა ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, რომ სხვა დამალული სენსორებიც არ არსებობდა. ამის შესამოწმებლად ჭერზე ჩვეულებრივი მაღვიძარა დადო და ღამით დარეკვაზე დააყენა. თუ რომელიმე სხვა სენსორი მუშაობდა, მაღვიძარის ხმაზე განგაში ჩაერთვებოდა და პოლიცია მივიდოდა. სმარტო ბანკს გარედან აკვირდებოდა და მართლაც პოლიცია მივიდა, თუმცა მათ საეჭვო ვერაფერი იპოვეს და წავიდნენ. ამით სმარტომ გაიგო, რომ დამატებითი სენსორები არსებობდა. მომდევნო დღეებში მან მათი მოძებნა და გათიშვაც მოახერხა. შემდეგ იგივე ტესტი მეორეც ჩაატარა. მაღვიძარამ ისევ დარეკა, მაგრამ ამჯერად პოლიცია აღარ გამოჩენილა. სმარტო დარწმუნდა, რომ განგაშის სისტემა მთლიანად გამორთული იყო. ახლა კი ყველაზე რთული ნაწილი იწყებოდა. როგორ უნდა დარჩენილიყო საცავში ისე, რომ ვერავის შეანიშნა. 1991 წლის 11 აპრილს სმარტო ბანკში ჩვეულებრივ მივიდა. მან თანამშრომელთან ერთად საცავში შეაღწია. საკუთარი სეიფი გაახსნა და თანამშრომელი გარეთ გავიდა. ამ დროს მისი ძმა ვინსენტი მასთან საუბარს აგრძელებდა და ყურადღებას უფანდავდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ვინსენტი თანამშრომელს ფლირტითაც კი ართობდა. სწორედ ამ დროს სმარტო თვალს მიეფარა. ბანკი შემთხვევით არ შეურჩევიათ. სმარტომ წინასწარ შეამჩნია საცავის კუთხეში არსებული მკვდარი ზონა, ადგილი, რომელიც სეიფების ორი რიგის შეერთებისას წარმოიქმნებოდა და საიდანაც ადამიანს ადვილად ვერ შეამჩნევდნენ. როცა თანამშრომელი გარეთ გავიდა, სმარტო სეიფების რიგზე აცვრა და ამ კუთხეში ჩაძვრა. თანამშრომელმა ვერ შეამჩნია, რომ ის ჯერ კიდევ საცავში იყო. დღის ბოლოს მან კარი ჩაკეტა, დროითი ჩამკეტი ჩართო და ბანკი დატოვა. სმარტო კი უკვე შიგნით იყო. როცა დარწმუნდა, რომ ბანკში აღარავინ იყო, თავისი სამალავიდან გამოვიდა, განათება ჩართო და ხელსაწყოები გამოიტანა. დაიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი: სეიფების საკეტების გატეხვა ისე, რომ გარედან ყველაფერი ხელუხლებლად გამოჩენილიყო. ამისთვის მას სპეციალურად დამუშავებული მეტალის ღეროები ჰქონდა მომზადებული, რომელიც ზუსტად ერგებოდა საკეტის ცილინდრის ზომას. დარტყმის ძალა პირდაპირ საკეტის შიდა ნაწილზე გადადიოდა და თავად სეიფს არ აზიანებდა. ამ მეთოდით სმარტო ათობით საკეტს ამდრევდა, ძვირფას ნივთებს იღებდა და შემდეგ ყველაფერს ისე ტოვებდა, თითქოს სეიფი საერთოდ არავის გაეხსნა. მუშაობა დამღლელი იყო, რადგან წინ ათობით სეიფი ელოდა. სიმნელეში ათობით საკეტის გატეხვა მარტივი არ იყო, ამიტომ სმარტო პერიოდულად ისვენებდა, ჭამდა და ძალებს იგრებდა. იზარჩქარობდა. მეორე დღე კვირა იყო და იცოდა, რომ საკმარისი დრო ჰქონდა. სმარტო საკუთარ თავს ერთგვარ რობინ ჰუდად მიიჩნევდა. სეიფებში ნაპოვნი დოკუმენტები ზოგჯერ ხვდებოდა, რომელი კლიენტი იყო ფინანსურად გაჭირვებული ან ვალებში. ამიტომ დიდრების სეიფებიდან აღებულ ძვირფას ნივთებს ზოგჯერ ამ ადამიანების სეიფებში ტოვებდა, ვისაც ღარიბად მიიჩნევდა. ამასთან ყველაფერს განსაკუთრებული სიფრთხილით აკეთებდა. იატაკიდან ნარჩენებს და კვალს წმენდა. სეიფებს თავის ადგილს აბრუნებდა და გადახელ საკეტებსაც ისე აწყობდა, რომ გარედან ყველაფერი ნორმალურად გამოჩენილიყო. თუ ვინმე საცავში შევიდოდა, ერთი შეხედვით ვერაფერს შეამჩნევდა. სეიფებიც და საკეტებიც ადგილზე იყო და დაზიანების კვალი არ ჩანდა. მხოლოდ საკეტის გამოყენებისას ჩამოვარდებოდა ცილინდრი და გამოაშკარულდებოდა, რომ სეიფი გადახილი იყო. საქმის დასრულების შემდეგ სმარტომ ხელსაწყოები ისევ ცრუ ჭერის ზემოთ დამალა. ნაძარცვი ჩანთებში ჩაალაგა და თავის პატარა სამალავში დაბრუნდა. ორშაბათს, 13 აპრილს, ბანკი გაიხსნა. თანამშრომელი საცავში შევიდა და ყველაფერი ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. სმარტო კი პატარა სარკით აკვირდებოდა სიტუაციას.
როცა თანამშრომელმა საცავი დატოვა, სმარტო სამალავიდან გამოვიდა. იმ დროს ბანკში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ამიტომ მან მუშის ფორმა გამოიყენა და შეუმჩნევლად დატოვა შენობა. გარეთ ვინსენტი მანქანით ელოდებოდა. სმარტომ ნაძარცვი მანქანაში გადაიტანა, მაგრამ ყველაფერი ერთდროულად ვერ წაიღო, ამიტომ მეორედ დაბრუნდა საცავში, დარჩენილი ნივთებიც გამოიტანა და ისევ შეუმჩნევლად გავიდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე თამამი და კარგად დაგეგმილი ბანკის ძარცვა აღმოჩნდა. FBI-მ საცავი დეტალურად შეისწავლა. ყველა კუთხე გადაიღო და თითის ანაბეჭდების მოძებნაც სცადა, მაგრამ მნიშვნელოვანი კვალი ვერ იპოვა. ერთ-ერთი ყველაზე უცნაური დეტალი კი საცავში ნაპოვნი მაღვიძარა იყო. გამომძიებლებს ვერ გაიგოთ, რატომ უნდა დაეტოვებინა ვინმეს იქ მაღვიძარა. როცა ყველა ხმაური სენსორი გათიშული აღმოაჩინეს, პასუხიც იპოვეს. მაღვიძარა სმარტომ სწორედ იმის შესამოსმლად გამოიყენა, დარჩა თუ არა რომელიმე მოქმედი სენსორი. გამომძიებლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ძარცვა წინასწარ და ძალიან დეტალურად იყო დაგეგმილი. მათ ბანკის სეიფების ფლობელთა სია შეამოწმეს და აღმოაჩინეს, რომ თითქმის ყველა პიროვნება რეალური იყო, მხოლოდ ორი სახელი არ არსებობდა. მეჯი სწორედ ამ ორ ადამიანზე მიიტანეს, თუმცა მათი ვინაობის დადგენა ვერ მოახერხეს. საქმე გაუხსნელი დარჩა და თითქმის 1 წელი გავიდა მას შემდეგ. შემდეგ კი ჩიკაგოს სხვა ქალაქში მდებარე სხვა ბანკში უცნაური შემთხვევა მოხდა. ბანკის საფირფარეშოში ერთ-ერთ კლიენტს მოლოდნელად ცრუ ჭერის ნაწილი თავზე დაეცა. როცა მან ზემოთ აიხედა, შეამჩნია, რომ ჭერის მიღმა რაღაც მოძრაობდა. ბანკის დაცვამ კიბე მიიტანა და ზემოთ განათება შეანათა. იქ ადამიანის ფეხი დაინახეს. პოლიცია გამოიძახეს და ჭერის მიღმა დამლულ მამაკაცს ჩამოსვლა უბრძანეს. ეს უილიამ სმარტო აღმოჩნდა. ის საფირფარეშოს ცრუ ჭერში იმალებოდა, რომელიც ბანკის საწევთან ახლოს მდებარეობდა. როგორც ჩანს, ეს ბანკი მისი შემდეგი სამიზნე იყო. პოლიციამ საბალავი გაჩხრიკა და იქ ისეთი ხელსაწყოები აღმოაჩინა, რომლებიც ბარინგტონის ძარცვის დროს გამოყენებულს ჰგავდა. სმარტოს შესახებ გამოძიება უფრო ღრმად წავიდა და გაირკვა, რომ ის უბრალოდ პარიკმახერი ნამდვილად არ იყო. FBI-მ სხვა მსგავსი ძარცვებით შეისწავლა და ერთ-ერთ მათგანში სმარტოს კვალს მიაგნო. დაახლოებით თვენახევრით ადრე, ჩიკაგოს სხვა ქალაქში ბანკის საცავთან ერთ-ერთი მამაკაცი მუშის ფორმაში კედელს ბრღავდა. მასთან დამლაგებელი მივიდა და ჰკითხა, თუ რას აკეთებდა. სმარტომ მშვიდად შეხედა და უთხრა, როცა დამამთავრებ, ეს ადგილი დაალაგე. დამლაგებელმა დაიჭირა, რომ ის ჩვეულებრივი მუშა იყო. სმარტომ კი ხელსაწყოები აიღო და იქაურობას მაშინვე გაეცალა. ეს კარგად აჩვენებს მის თავდაჯერებულობას. სმარტომ $1,000,000-ზე მეტი მოიპარა, მაგრამ მთავარი კითხვა ეს იყო, რატომ აგრძელებდა ძარცვას. როცა მას კითხეს, თუ რატომ ძარცვავდა ბანკებს ისევ და ისევ, პასუხი საკმაოდ უცნაური ჰქონდა. მას უბრალოდ გამოწვევა და ის აზარტი მოსწონდა, რასაც ძარცვის დროს გრძნობდა. მისთვის ეს თითქმის თამაშს ჰგავდა. სმარტოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჩვევა ისიც იყო, რომ დიდრებისგან მოპარულ ძვირფას ნივთებს ზოგჯერ იმ ადამიანების სეიფში ათავსებდა, ვისაც ღარიბად მიიჩნევდა. მისი მეთოდი იმდენად განსხვავებული იყო, რომ საბოლოოდ სწორედ ამან გასცა. იმ ბანკში, სადაც სმარტო კედლის ბურყვის დროს დააკავეს, პოლიციამ ცრუ ჭერის ზემოთ ასევე აღმოაჩინა მაღვიძარა. დამლაგებელმაც დაადასტურა, რომ სწორედ სმარტო იყო ის ადამიანი, რომელსაც მან ცოტა ხნით ადრე კედლის ბურღვისას მიაგნო. ამის შემდეგ პოლიციამ სმარტო ბარინგტონის ძარცვასაც დაუკავშირა. მტკიცებულებები პირდაპირ არ იყო, მაგრამ დამთხოვები ძალიან ბევრი აღმოჩნდა. მაღვიძარამ, ხელსაწყოები, ცრუ ჭერის გამოყენება და თავად ძარცვის მეთოდი. სმარტოს ოპერაციებს უკვე საკუთარი ხელწერა ჰქონდა და გამომძიებლებისთვის მისი ამოცნობა თანდათან მარტივი ხდებოდა. სმარტო ყველაფერს უარყოფდა და ამბობდა, რომ ბარინგტონის ძარცვასთან არაფერი ჰქონდა საერთო, თუმცა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ მას ერთი პირობა შესთავაზა. თუ მოპარულ ნივთებს დააბრუნებდა, სასჯელს შეამცირებდნენ. სმარტო ჯერ კიდევ ამტკიცებდა, რომ უდანაშაულო იყო, მაგრამ 20 წლიანი სასჯელის შემდეგ გადაწყვიტა ყველაფერი ეღიარებინა. აღმოჩნდა, რომ მოპარული ნივთების დიდი ნაწილი მას ჩანთაში ჰქონდა დამალული. როგორც ჩანს, ჩანთა გარკვეული დროით წყალში, სავარაუდოდ ტბაში ან მდინარეში ჰქონდა ჩატანილი. რადგან როცა ადვოკატმა ის სასამართლოში მიიტანა, ჩანთა სველი იყო და ძალიან ცუდი სუნი ასდიოდა. ჩანთის გახსნისას კი შიგნით ბარინგტონის ბანკიდან მოპარული ფულისა და სამკაულების დიდი ნაწილი აღმოჩნდა. სმარტომ ნაძარცვი დააბრუნა. მოსამართლემ პირობა შეასრულა. სასჯელი 20 წლიდან 8 წლამდე შეამცირეს. თუმცა ამის სანაცვლოდ მას FBI-ისთვის უნდა აეხსნა ზუსტად, როგორ ახორციელებდა თავის ძარცვებს. სმარტომ გამომძიებლებს ყველაფერი მოუყვა, როგორ იყენებდა ცრუ ჭერის სივრცეს, როგორ იმალებოდა სეიფების
უკან, როგორ იყენებდა კუთხე შერსებულ ცარიელ ადგილს და როგორ აღერხებდა საცავში ისე დარჩენას, რომ თანამშრომლებს ვერ შეემჩნიათ. მისმა აღიარებამ ბანკების უსაფრთხოების სისტემებზეც კი იმოქმედა. ამერიკის ბანკებში დაიწყეს საცავების ისეთი მოწყობის თავიდან აცილება, რომელიც მარტოს მსგავსი ხრიკების გამეორებას შესაძლებელს გახდიდა, მათ შორის სრულ ჭერებიც და მკვდარი კუთხეებიც გაუქმდა. საბოლოოდ, ის რაც თავიდან სრულყოფილ დანაშაულად ითვლებოდა, თავად მარტოს უნიკალურმა მეთოდმა გახადა ამოსაცნობი. ეს ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო და თამამი ბანკის ძარცვა იყო ამერიკის ისტორიაში. ჩვენი ვიდეოც დასასრულს მივუახლოვდა. თუ მოგეწონა ვიდეო, დალაიქე, გამოიწერე არხი და გააქტიურე ზარისხილაკი. მომავალ ვიდეომდე.